Сила – це те, що рухається вперед. უკრაინა დამოუკიდებლობის 35 წლის თავს და რუსეთის მიერ 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეხუთე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი წელს განსაკუთრებული იყო. Ми створюємо свою перевагу. ხრეშატიკზე ტრადიციული აღლუმი არ გამართულა. ამის ნაცვლად უკრაინამ ქვეყანაში წარმოებული დრონები და სხვა თავდაცვითი ტექნოლოგიები წარადგინა, რომლებიც ომის წარმოებაში ცენტრალურ როლს ასრულებენ. Щире серце. ხრეშატიკზე გაიარეს სახმელეთო რობოტიზებულმა კომპლექსებმა, დნეპრზე გაცურეს საზღვაო დრონებმა, ცაში კი დრონ გამანადგურებლები და თვითმფრინავები აფრინდნენ. Це не лише те, що ми успадкували. Це те, що ми щодня захищаємо, створюємо і виборюємо. დილიდან პრეზიდენტმა ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ დაღუპულ სამშობლოს დამცველებს პატივი მიაგეს. მოგვიანებით პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. დამოუკიდებლობის 35 წლის თავთან დაკავშირებით კიევში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ. მათი ნაწილი კიევში ჯერ კიდევ გუშინ ჩავიდა. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ლიდერებს რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა დახვდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიდერები ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს გამართავდნენ პრეზიდენტ ზელენსკისთან. 24 აგვისტოს კი მონაწილეობას მიიღებდნენ ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის შეხვედრაში, რომელიც კიევში პირველად გაიმართა. დღეს კიევში ჩავიდნენ ბრიტანეთის პრემიერი ენდი ბერნემი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, ასევე ლუქსემბურგის და ესტონეთის ლიდერები. კიევში ვიზიტი ბრიტანეთის ახალი პრემიერის ენდი ბერმენისთვის პირველი უცხოური ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში სხვა შეხვედრებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მონაწილეობა მიიღო მსურველთა კოალიციის შეხვედრაში, სადაც სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავდნენ. ბერნემმა მოკავშირეებს მოუწოდა ყველაფერი შესაძლებელი გააკეთონ, რათა უკრაინა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვან. მისი თქმით, პუტინი ახლა გამარჯვების მიღწევას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული ტერორის კამპანიით იმედოვნებს. ეს ვერასოდეს გახდება გამარჯვების გზა და ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, თქვა ბერნემმა შეხვედრის დაწყებამდე. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ კიევის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას განცხადებაში, რომელიც ორშაბათს 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა. კოშტაც სხვა ლიდერებთან ერთად კიევში იმყოფება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვრცელი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ზელენსკიმ მსოფლიოს გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა რუსეთზე ზეწოლა ბოლომდე მიიყვანონ. ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და რუსეთი აიძულოს შეწყვიტოს მის მიერ დაწყებული აგრესიული ომი. მან პირობა დადო, რომ მოსკოვის მიერ დაწყებულ ომში წინააღმდეგობას გააგრძელებს და უკრაინა ამას შეძლებს, რადგან მან უკვე არაერთხელ გადაჭრა ამოცანები, რომლებიც თავიდან გადაულახავი ჩანდა. ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებულ გეგმებში მთავარ საკითხში შეცდა. ის ითვლიდა რესურსებს, თუმცა ვერ გაითვალისწინა მთავარი ადამიანები, რომელთა სიჯი უტე რუსეთის კალიბრს არ შეესაბამება.